გადი. ალტაკინ. კარგად ვარ. სერგან არ დატოვა მარტო. მე ვერ გავალ არ დატოვა. ახლა თუ არ შევძლებ გასვლას სხვა დრო არ იქნება. სერგან მამა არ დატოვა მარტო, გამოსვლა არ შემიძლია. არ დატოვა მარტო. არი ნერვიულა, მარტოს არ მივატოვებ. ნუ ნერვიულობ. მოდი ეს ახლოს დავდე. იქნებ სურნელს თუ იგრძნობს, უფრო მშვიდად იქნება. ახლოს ვიქნები, არი ნერვიულა. ერდემ, ენგინი სად არის? არ ვიცი. ენგინის ასისტენტი არ ხარ? აი ეს არის თქვენი პრობლემა. ძალიან იცეკლებით ვალდებულებებზე. ასისტენტი, ინტერიერის დიზაინერი, ეზოს დიზაინერი. რეალურ ცხოვრებაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. დიახ, ერდემ. ქალბატონო პერილ, შენებლობიდან დარეკეს. ცემეტის მოტანას აგვიანებენ. ოსტატი ამბობს, რომ რაც აქვთ, ის შეიძლება გაფუჭდეს, რა ვქნათ. ამ კითხვას მე რატომ მისვამ? ენგინთან არ მუშაობ? ამდელი ბატონი ენგინი ყატარში გაფრინდა. სასწრაფო საქმე ჰქონდა. რომელი საქმე? რომელი ყატარი? ამის შესახებ რატომ არ ვიცი? არ ვიცი, მე უბრალოდ მითხრას, რომ სასწრაფოდ მაყიდა ბილეთი. დეტალები არ ვიცი. ბატონმა გამართო ტელეფონი. საზღვარგარეთ გაფრინდა. რა კარგია. დიახ, მესმის, ახლა ძალიან გაბრაზებული ხართ, მაგრამ შენებლობის საქმე? ასე ვქნათ. ყველა მომწოდებას დავუკავშირდით. იმასთან ვითანამშრომლებთ, ვინც ყველაზე ადრე მოგვაწოდებს პროდუქტს. ლოგიკურია. ახლავე გავარკვევ. კარგი საყვარელო. მიდი ლეილა. შენთან და დედასთან მინდა. ჩემი ძმა სად არის? იქ ძალიან ბევრი. კარგი მეგობარი გეყოლება. მიდი დაჯიქი. მამა გთხოვ. კარგად ხარ? ეს ჩემს გამო მოხდა. ვანერვიულე. ბატონი ალტაკინი ძლიერია, შენც იცი ეს. ნამდვილად. მალე გამოჯამრთელდება, არი ნერვიულო. ქალბატონო აიდან დიდი ხანი აქეთ-იქით დადიხართ. დაბრძანდით, დაისვენეთ. როგორ დავჯდე და მოვისვენო? ერთი პრობლემა სრულდება და მეორე იწყება. ისედაც აქ ვარ გაჭედილი, არაფერი არ ვიცი. სერგანს დაურეკე ისევ. ქალბატონო უკვე 10 ჯერ მაინც დაურეკე. გასაგებია რომ დაკავებულია. სეიფი, კიდევ ერთხელ დაურეკე. მაპატიე. ბატონო სერგან. სერგან. დედა. არი ნერვიულო. უკეთ არის. გამოგეთდება. ექიმებმა რა თქვა, ეს ყველაფერი მომიყევი. ყველა ანალიზს უღებენ. ფიქრობ შეძლებს სახლში დაბრუნებას. ნეტავ დაბრუნდეს, პატარა ბავშვით მოული. არი ნერვიულო. ყველაფერს გაგაგებინებ. ხო, დამშვიდდი. კარგი საყვარელო, კარგი, ჩემზე არ იღალო, შეხვედრამდე. მაპატიე სელენ. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. იმედი უკვე არ მოხვედი, იმიტომ რომ მზად არ ვარ. კიდევ 5 წუთი მჭირდება. არა. მოსვლა ვერ შევძელი. სერგან. კარგად ხარ? რა მოხდა? კარგი ხმა არ გაქვს. მამა
საბადმყოფოში წაიყვანეს. შეიძლება გულის სპაზმები იყოს. რა? კარგად არის, ახლა მოვა. უკაცრავად. სერგან, მამა შენმა გაიღვიძა, შენი ნახვა უნდა. სერგან, კარგად არის? კარგად არის. eda მომისმენე არის ნერვიულა. გადმოგირეკავ. Telaşlanacak bir şey yok, ben seni arayacağım. ბატონო სერგან გისურვებთ მალე გამოგეთდეს. მადლობა. როგორ არის? გულის სპაზმი გადაიტანა, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. მალე გამოგეთდა. დაზიანებული კაპილარები ჰქონდა. გასაგებია. ურჩია რომ ჯანმრთელობას მიხედოს. ჯანს აღადგებო სპორტით დაკავდეს. ჯობს მეტი დაისვენოს და სამსახურს მოშორდეს. კარგით, მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა. შეგიძლიათ 5 წუთი ნახოთ, მაგრამ ნახვალებს ვერ შემოუშვებთ, უნდა დაისვენოს. კარგი. O zaman ben მაშინ მე შევალ. içeri gireceğim. Sen burada mısın? აქ იქნები? Tamam. ხო, İyi misin? კარგად ხარ? Turp gibi. ბლოკივით ჯანმრთელი ვარ. Sen burada აქ იცდიდი? onca იმდენი საქმე გაქვს შვილა. Bence ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. biz bayağı ძალიან შეგვეშინა. hayatta ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს შვილა. öyle mi? ასე ვფიქრობ? და ეს რისი ნიშანი იყო? იმის რომ ცხოვრება მალე შეიძლება დასრულდეს. annen დროა რომ დედა შენთან უფრო მეტი დრო გავატარო და ჰოლდინგი შენ გადმოგაბარო. mesajıydı. Hani dediğim როგორც გითხარი, bence şu an ამის დრო არ არის. არა, O ეს ჰოლდინგი შენია. onu ჯერა წარმატებას მოუდან. yeni orta ჩვენ ახალ პარტნიორთან გვაქვს დღეს შეხვედრა. gelecekmiş. Onun შენ შეხვდი. karşılığı bir parça მათი მომავალი უფროსი. სერგან, konusunda ბოდიში უნდა მოგიხადო. özür dilerim. lütfen ხო არ გინდა? არა, სხვა რამეს გეუბნები. Abiniz ბოდიში იმისთვის რომ გეგონა შენი ძმისგან გარჩევდი. senden თითქოს ის უფრო მეტად მიყვარდა. neden olduğum için. Senden ბოდიში. özür dilerim. Hiç konuş. საერთოდ ვერ შევძელით საუბარი. Yıllar წლების განმავლობაში konuşma. არ ვლაპარაკობდით. ჩემთვის ძვირფასი იყო, მაგრამ Ama sen შენ, Serkan სერგან, შენ ჩემთვის için Alptekin Bey, ბატონო ალთაკინ, წნევა უნდა გაგისინჯოთ. უკაცრავად მობრძანდით. iyi dinle. მოგვიანებით შემოვივლე. კარგად დაისვენემ. tamam. კარგი. Sakın dışarı გარეთ არ დაიცადო. git artık. წადი. endişelenme. არი ნერვიულოდ, კარგ ხალშია. Teşekkürler. მადლობა. როგორაა ბატონი ალთაკინი, კარგადაა? დიახ. İyi. კარგად არის. Sadece iş ბოლოდ სამსახურზე და ჰოლდინგზე საუბრობს. ama iyi. კარგი ამბავია. თუ სამსახურზე ფიქრობს, მაშინ მალე გამოგეთდება. მაგრამ ამ მდგომარეობამდე რომ არ მისულიყო. ბატონი ალთაკინი გენდობა. შენი მმართველობის დროს იმედებს გაუმართლებ. Hay Allah. ღმერთო ყველა დღეს რეკავს. Sen bugün herkes arıyor. Efendim? გისმენთ? Efe Bey. ბატონო ეფირო. Teşekkürler. მადლობა. Ha, vardınız. ანუ ჩამოფრინდით Bugün. დღეს. Olur. შეიძლება. Yok. არა დღეს ჰოლდინგში არ ვიქნები. Mimarlık არქიტექტურის ოფისში ვიქნები. gelin. შეგიძლიათ იქ მოხვიდეთ. Toplantımızı yaparız. შეხვედრა იქ შევატაროთ. Olur. Kargı. Asistanım size konum atar. ჩემი ასისტენტი მის სამართს მოგწერთ. კარგი? ეფე აქმანი? Türkiye'deymiş. უკვე თურქეთშია. Yani
ალბათ დღეს ჩამოფრინდა, Ama bugün მაგრამ buluşmak istiyorum. დღეს უნდა შეხვედრა. Sen bizim ofise გაფორმების დეტალები უნდა განვიხილოთ. მოხარული ვიქნები თუ შენც მოხვალ. Sen de gelirsen ერთად მოვაგვაროთ საქმე, კარგი? krizi birlikte aşarız. Tamam. Şimdi Seyfi'ye კარგი, სეიფს მივწერო, რომ მამა არ დატოვას მარტო. ვეუბნები აქ რატომ დგახარ? ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს. რა მოხდა? ანერვიულებული ჩახარ. ბატონი ალთაკინი. გულის შეტევა გადაიტანა. რა? რა მეჭირდებათ? როგორ მოხდა? საავადმყოფოშია, პალატაში გადაიყვანეს. წავიდეთ, ახლავე წავიდეთ. არავის უშვებენ. სერქანი იყო ცოტა ხანს შესული. ქალბატონი აიდანი მარტო ასახში, გარეთ ვერ გამოდის. ქალბატონ აიდანთან წავიდეთ, მარტო არ დავტოვოთ. მელო, არ მგონია ჩვენი ნახვა გაუხარდეს. ავადმყოფობა რთულია. ქალს გარეთ გამოსვლა არ შეუძლია, ქმართან ვერ წავა. ღმერთო. კარგი, შენ სამსახურში წადი, მე მოვაწესრიგდები და სერქან შევხვდები. ოფისში ერთად წავალთ, დაველაპარაკები და გაგაგებინებთ. კარგი, შევხვდებით. მოვაგვარებთ. ბატონო სერგან, ძალიან გვეწყინა როცა გავიგეთ. ბატონი ალთაკინი კარგადაა? მადლობა ლეილა, კარგად არის. უბრალოდ დასვენება სჭირდება. სერგან, ძალიან. Tamam. კარგი, Teşekkürler. მადლობა ლეილა. შენ კარგად ხარ? İyiyim. მადლობა, კარგად ვარ. Her şey yolunda. ძალიან სევდიანია. არ იმჩნევს. რამე გჭირდებათ ქალბატონო სელენ? არა მელეკ, ჩემს ნივთებს ვაგროვებ. ქორწილამდე გავყიდე ჩემი აქციები. უცებ მოხდა და ვერ გესაუბრე. ბოდიში. მივდივარ. როგორ? მიდიხართ ისე რომ მე და ჰოლდინგს ვტოვებთ? ბატონი ეფე რომელმაც აქციები იყიდა, იმუშავებს შენთან. თუ მოგინდება წადი, არ დაგაკავებენ. უკაცრავად მეორე შოკი მივიღე დღეს. სულ ბატონ ალთაკინზე ვფიქრობ. ნეტო მალე გამოკეთდეს. მადლობა. იმედია კარგად იქნება. ქალბატონო სელენ, დღესაც ჩემი სამუშაოს შესასრულებლად არ მოსულ ვარ. მოვედი რომ დაგეხმაროთ. მითხარით რითი დაგეხმაროთ? რეალურად პროექტი მაქვს დასასრულებელი, მაგრამ კონცენტრაციას ვერ ვახდენ. კარგი იქნება თუ რამდენიმე დღე ჩემთან ერთად იმუშავებ. რა თქმა უნდა. ამის ჩალაგებაში დაგეხმარებით. ძალიან ლამაზია. ეს საჩუქარია. მილო, ქალბატონი სელენი სადმედის. ქალბატონმა სელიმმა მისი აქციები გაყიდა. არ შემიძლია, მაგრამ მინდა ვიყვირო პანიკისგან. რა? ქალბატონმა სელინმა აქციები გაყიდა. ბატონი სერქანიც წავა. ვერ გავიგე გამეხარდეს თუ მეწყინოს. რას ვიზამთ?
ჩემი აღსასრული მოვიდა. ნამდვილად დასასრულია. მამამ ნებართვა გასცა და ამან ენგიზე მოქმედა. ამ კომპანიას თუ რამე მოუვიდა. მე რა უნდა გავაკეთო? რა მოხდა? აქციები გაყიდა? როგორ? ბატონი სერკანი მიდის? თუ წავა ოფისი დაიხურება? შვიდად იყავით. სერკანი ასე უცებ არ დათმობს მის ადგილს. რაღაც მოხდა, მალე გავიგებთ. ნამდვილად? ლეილა, ბატონო სერკან. ერდენ, სუზან, Suzan. Eda. ედა. 5 dakika. 5 წუთის განმავლობაში ჩემთან შემოდით. Leyla. ლეილა, Pırıl Hanım. კალბატონ ვირილსაც უთხარი. ცოტა ახლოს მიწიე სეიფი. კარგად ვერ ხედავ. აიდან, ალთეგინ. ჩემო საყვარელო აქ ვარ. აიდან. Aydan. İnan დამიჯერები ვიცოდი რომ რაღაც გზას მოძებნედი აქ მოსასვლელად. თავი არ დაიტვირთო. მიდი თვალები დახუჭე. დაისვენე. tamam. კარგი ძვირფასო. სეიფი. ამ კუთხიდან არა. უკან გაიწიე რომ უკეთ დავინახო ოთახი. არ ვიცი ასე უკეთესია კალბატონო. ახლა ის თეთრეული მიეცი რომელიც გამოაგზავნე. და ლამაზი საღამურები ჩააცვი. კალბატონო აიდან არ შეიძლება. ბატონი ელთეგენის ხშირი შეხება არ შეიძლება. რა ხდება მათ? აერი პალატაში ნორმალურია? აერი არ არის საკმარისი. თუ ფარდებია მოაშორე. ყოველთვის შეამოწმა კონდიციონერი. კარგი? შიგნით სიცივე არ იყოს. კარგი, არ ინერვიულოთ, მე მივხედავ. მიდით, შეხვედრამდე. კონდიციონერი, არ ჩავრთავ. ძალიან გთხოვთ. როგორც მეტყვით, ისე იქნება. Şimdi. ამერიდან როგორც არ უნდა შეიცვალოს, ბატონი ელთეგენის ჯანმრთელობის მდგომარეობა. Stresten. მაინც თავს შორს ეიჭერს ჰოლდინგისგან. Holding'le ilgilenmeyecek. მის ნაცვლად მე ვიქნები კომპანიის ხელმძღვანელი. Bir de Gidelim reset kımat მინდა. daha var. Efe ევე აკმანი ჰოლდინგის პარტნიორი გახდა. %45. 45%-იანი წილით. O yüzden ამიტომაც, onun şimdi რადგანაც საერთო პროექტი დავიწყეთ, kendisi ის და მისი ჯგუფი bir müddet ცოტა ხნით ამ ოფისში იმუშავებენ. olacak. Sizden თქვენგან დახმარება მინდა ამ თემასთან დაკავშირებით. yardımınızı isteyeceğim. სერკან ბულათმა ახლა დახმარება გთხოვა თუ მომეჩვენა? ო ლეილა, თვალებში მეყურებდა და ისე თქვა. ხომ დაინახე? როდიდან ერდემ? სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. Özel lütfen თქვენგან 200%-იან შედეგს ველოდები 100%-დან. შეიძლება მეტსაც. sizden %200'ünüzü hatta daha fazlasını bekliyorum. კარგი ბატონო სერკან, არ ინერვიულოთ, ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. არ ინერვიულო სერკან. ყველა მის მაქსიმუმს გააკეთებს. მადლობა. კარგი მაშინ. შეგიძლია ჩვენთვის ყავა აიღო? დიახ. პერილ. სელიმ. სად იყავი? ძალიან მინერვიულე. გუშინდელიდან ვერ გიკავშირდები. მართალი ხარ განერვიულე ბოდიში. ეხნებ სამსახურის შემდეგ შევხვდეთ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა. საქმეებს მოვჩები და მთელ საღამოს შენთან გავატარებ. მადლობა. არ გჭირდება მადლობის თქმა. ყველაფერი კარგად იქნება. ყველა პრობლემას გადალახავ. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? არა, შემოდი. საუბარი ვერ შევძელით. ძალიან მწუხარ გუშინდელი საღამოს გამო. მადლობა. İyi misin? კარგად ხარ? სირცხვილისგან მალე მიწა გამისკდება. ადამიანი რომელსაც წილი მივყიდე მალე მოვა. ძალიან მწუხარ. სელიმეს არ დაანახო. თუ მიხვდება უკან აღარ დაგვიბრუნებს. ეს არის გეგმა. უკან დავიბრუნოთ აქციები?
აქ რას აკეთებ? ეფი აკმანის კონსულტანტი ვარ. უნდა მეც აქ ვყოფილიყავი. მე აქ ვერ დავრჩები, გავალ. ფერით. რა მიზეზიც არ უნდა გქონოდა. გუშინ შენ რას გააკეთე, ეს საშინელება იყო. როგორ ბედავა აქ მოსვლას? სელენ გუშინ გირეკავდი, მაგრამ ტელეფონი გათიშა. იმის გამო რომ ქორწილში მიმატოვას ბევრი ზარი მივიღე, ჟურნალისტებისგან, რეპორტიორებისგან. დიახ, კიდევ ერთი პია კრიზისული დღე გადაიტანე. გილოცავ. გუშინდელის შემდეგ როგორ ბედავას ემესაუბრო. სელენ დამეჯერი აქ ყოფნა უკანასკნელი არაც მინდა. მაგრამ სამსახურია, რომელიც ახლახანს დავიწყე. და მინდა რომ რომელი სამსახური, ვისი სამსახური? წილი იმიტომ გავყიდე რომ შენთან ერთად მინდოდა ცხოვრების აწყობა. სელენ იქნებ იმიტომ გაყიდე შენეძილე, რომ ყოველი სერკანთან შეხვედრის დროს მასთან ყოფნა გინდოდა. გახსოვს ქორწილამდე, როცა ჩემი მშობლები მოვიდნენ, შენ მოხვედი და სერკანს ელაპარაკე. მაგ დროს აქ ვიყავი და მე ყველაფერი გავიგე, სელენ. სერკან მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და დაგელაპარაკე. გითხარი თუ მოგინდება. ფერიც დავშორდებოდი. ედა მოვიდა ჩემთან. მითხრა რომ კონტრაქტი გქონდათ და გიყვარდი. მითხარი დაგლოდებოდი, გელოდებოდი. საათობით გელოდებოდი, მაგრამ არ მოხვედი. სელენ ძალიან მეყვარდი. ძალიან მეყვარდი. ვიცოდი რომ სხვა ადამიანი გიყვარდა და ვიფიქრე ვიბრძოლებდი შენი გრძნობებისთვის. ასე ვიფიქრე. მაგრამ ვერ შევძელე, სელენ. ვერ შევძელე და აღარც ვეცდები. ქორწილის დროს შენი მიტოვება, ვიცი, ძალიან ცუდი საქმე იყო. ხვდები ამ შეცდომას. მაგრამ ჩვენი დაშორება არ იყო შეცდომა, სელენ. შენ იცი, ყველას აქვს თავისი მიზანი და ეს იყო ჩემი მიზანი. კარგი აიდან, კარგი, კარგად ვარ. საერთოდ მალე დაბრუნდები. არ ინერვიულო. კარგი, ჩემზე არ ინერვიულო. აიდან. სერკანს ვერ ვუთხარი. ალთაკინ, ამის თქმის დროს კინაღამ მოკვდი. კიდევ ამაზე ფიქრობ? სერკანმა უნდა იცოდეს. არა, არ შეიძლება. ვერ დავუშვებ რომ მეორედაც ასე ინერვიულო. სერკანი თუ გაიგებს, თქვენი ურთიერთობა გაფუჭდება. მე მოვაგვარებ. როგორ? ჩემი მეთოდებით. ჯერჯერობით არც ერთმა არ უნდა გაიგოს. მე მომანდე. პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩავიდინე. ალთაკინ, მე უკვე გითხარი. მე მოვაგვარებ. შენ გამოჯამრთელდი. გთხოვ. კარგი. როგორც შენ მეტყვი, ისე იქნება. დიახ. 5 წუთი გავიდა. თუ ბატონი ეფე მომდევნო 5 წუთში არ მოვა, შეხვედრას გადავდებ. ლეილა, გთხოვ, არავინ შემოუშვან. კარგი. მადლობა. ჰოლდინგში პარტნიორს არ შემოუშვებ? ამ ფირმის მფლობელი მე ვარ. თუ ბატონ ეფეს მოუნდება შეხვედრა, კიდევ დანიშნავს. არა პრობლემაა. დღეს როგორი ლამაზი ხარ? ძალიან ლამაზი საყურეებია, სად იყიდე? ბატონმა ეფემ დააგვიანა. ბატონი სერკანი ვერ იტანს დაგვიანებას. უკვე შეიძულა ადამიანი. რა არის ასეთი მხოლოდ 5 წუთი? დრო ძალიან ობიექტურია. ჩემთვის ეს 5 წუთია, მისთვის შეიძლება 45 წუთის ფასი იყოს, ამიტომ ვეთანხმები. გეპიცებით რაღაც მოხდება, სერკანი ვერ იტანს ლოდინს. არა, ჩემი სიძე ამას არ დაუშვებს. არაფერს იზამს. დიახ. დიახ. ანუ
ყველაფერი უცებ გადაწყვეტე, იმიტომ რომ არ შეგიძლია 2 წუთი მოითმინო? ეს სიტყვა არ არის ჩემს ლექსიკონში ფირით. კარგი. ბატონი ეფე მოდის. ეფე სიმპათიური აღმოჩნდა. ლეილა. ბატონო ეფე, მოგესალმებით, მე ლეილა ვარ. გამარჯობა ლეილა. ერთ-ერთი პარტნიორი ჩვენს კომპანიაში, ქალბატონი ფირილი. მიხარია. მეც მიხარია. ძალიან მწუხ ვარ, ჩამოფრენის შემდეგ აეროპორტთან საცობი იყო. არა უშავს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ლეილა, ქალბატონო ფირილ. მოდით ბატონი ეფე სერგანის ოთახამდე მივოცილოთ. გააცანი ჩვენი ოფისი. კიდევ ერთხელ გამეხარდა თქვენი გაცნობა, დროებით. გთხოვთ, ეს ჩვენი საერთო ტერიტორიაა. ეს ადამიანი, რომელიც გვიახლოვდება, შეიძლება ჩვენი ბოსი გახდეს? თვალი არ ეცეს, რა ადამიანია. ერდემ, ედა, მელო, ბატონი ეფე. გამარჯობა მელო. გამარჯობა. მელეკი, მეგობრები მეძახიან მელოს. სრული სახელი მელეკია. ამ შემთხვევაში მეც მელოს დაგიძახებთ. დამიძახეთ მელო. გამარჯობა. მე ეფე ვარ. ედა. ეფე. ედა ძნელი არ იქნება დასამახსოვრებლად. გამარჯობა უფროსო. უფროს ნუ დამეძახებ უბრალოდ ეფე. ეფე უფროსო. ბატონი ფერიტი და ქალბატონი სელინი მოვიდნენ ბატონო ეფე. გამარჯობა სელინი. გამარჯობა, კეთილი იყოს. პირით საქმეები როგორ არის? ყველაფერი რიგზეა, მობრძანდით. ბატონი სერგანი სად არის? სერგანი ცოტა მოუთმენელია, რამდენადაც ზუსტი ადამიანია. სავსებით მართალია, ლონდონის ვერს მე ვერ ვიდან, როგორღაც მავატიებს. ეჯვი მეპარება. გამარჯობა, ბატონო სერგან. მიხარია თქვენი გაცნობა. კეთილი იყოს. მადლობა. შემოდით. თქვენ შედით და მე მოვალ. მეგობრებო, მე ეფე აკმანი ვარ. დროებით ერთად ვიმუშავებთ. მართლა მოუთმელად ველოდები თქვენთან ერთად მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ პროექტებს შევქონეთ. ახლა შიგნით სერიოზული საქმეები უნდა მოვაგვაროთ. მოგვიანებით ვილაპარაკებთ. შეხვედრამდე. ყავისფერო ლამაზმანო. ქალბატონო აიდან ბატონი ალტეკინი პალატაში დავტოვე. მარტო ვარ, შეგიძლია ვილაპარაკოთ. რა უთხარი, რამე ხომ არ იეჭვა? არა ვუთხარი, რომ ყავის ასაღებად წამოვედი. ვერაფერს მიხვდა. კარგი. ახლა მინდა ჩემთვის რაღაც გააკეთო. გისმენთ. არა შეიძლება მეტი რამ უნდა გაიგო ედაზე. ყველაფერი გავიგე, რაც შესაძლებელი იყო. არამე უფრო სერიოზული მჭირდება, რასაც მოვაჭიდები. ქალბატონო აიდან, რისი გაგება გინდათ? შეიძლება რომ ედა შურიზიების გამო შეხვდა სერგანს. ეს რაში სჭირდება? ამაზე ნუ ჩაიციკლები, ინფორმაცია მომაწოდე. არა მგონია სწორი. სეიფი, ეს ბრძანებაა. სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი? სერგანმა რაღაც სტიპენდია გასცა. შემდეგ გაუქმა. მოიძია ინფორმაცია ყველაფერზე. რატომ და როგორ მოხდა? სეიფი. ძალიან გთხოვ. კარგი, უფრო სწორად ვერ შეგეწინააღმდეგები, მოვაგვარებ. კარგი, სიახლეებს ველოდები. ძალიან არ მეყვარს შეთანხმებები და ხელმოწერები. მე პირიქით ძალიან მეყვარს. ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს. რატომ უნდა იყოს ყველაფერი ზუსტად? განა კარგი არ არის, რომ ცოტა ქაოსია. ამას დრო გვაჩვენებს. ამით ვასრულებთ. შეგვიძლიათ დავიწყოთ საუბარი საერთო პროექტზე. საერთო პროექტზე? სიმართლე გითხრათ ბატონო ეფე, წილის გამოსყიდვა მინდა რაც სელინისგან ეყიდეთ. ჩვენ პარტნიორები ახლა ხანს გავხდით და უკვე წილის ყიდვა გინდათ, რატომ? სიმართლე გითხრათ მიზეზი არ არსებობს.
უბრალოდ ძალაუფლების ფლობა მირჩენია. ბატონო სერგან, შეუძლებელია თქვენი ხელიდან ძალა წამერთვა. ავდეს პარტნიორი კომპანიაში, რომელიც მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს, ეს ძალიან მომშვიდებს. მესმის, მაგრამ მე არ მომშვიდებს. მესმის. ამიტომ ჩემი პასუხი ამ ეტაპისთვის არის არა. თქვენც უნდა გესმოდეთ. თუ არ ვიტყვი იმაზე, რასაც ხელი ახლა მომაწერა, არასერიოზულობის სახეს დატოვებს, ხომ ასეა? მან ნდობა ჩემ და მე არ იქნება მყარი. ამიტომ ამ თემაზე 6 თვეში ისე ვილაპარაკოთ. კარგი. მაშინ ხელს მოვაწერ. იმედია დღევანდელ დღეს აღნიშნავთ. სამწუხაროდ ვერა. დღეს უამრავი საქმე მაქვს. არქიტექტურული ფირმის და ჰოლდინგის მართვა მიწევს. მესმის, სხვა დროს იყოს. იმედია ყველასთვის კარგი გადაწყვეტილებაა. შუმად დავიწყოთ მუშაობა. ამას ხელს მოვაწერ. აქედან მოდი, აქედან. მელო, აქედან ვწდი. მელო. მელო, რას აკეთებ? ასე ახლოს არ მეხვიდე. რა მოხდა, მაინტერესებს რას ამბობენ. კარგი, მაშინ მეც მითხარი რას გაიგებ. ამბობენ, რომ მელო უნდა გავაგდოთ სამსახურიდანო. დღეს ან ხვალ. მელო, დარწმუნებული ვარ, შენზე არ საუბრობენ. საქმე არ გაქვს? მოდი აქ შეეშვი. რა თქმა უნდა არ მაქვს. ყოფილი მფლობელის ასისტენტი ვარ. ყველაფერი დაინგრა ჩემთვის. პიპის ეთყვი რომ დაგეხმარე. სახლში როცა წავალ ნახავ რასაც ვეტყვი. ზედმეტი მოგდის ტელეფონით. პიპი არ იქნება ადამიანთან, ვინც ტელეფონით გაიცნო. იმედინო გექნება. როგორ მიხვდი? რა? სასწრაფო საქმე გამომისცა ლეილა, ხომ არ შემცვლე? ედა, ეს ეფე, ბატონი ეფე. პირდაპირ მისი ასისტენტობა მინდა. მეოცნებევ. ეგ ფიქრები გონებიდან ამოიღდე, საზღვარი იცოდე. ეს ჩემი ადგილია. შენი არ მეშინია. სხვა მხრივ მომწონს ბატონ სერგანთან ერთად მუშაობა. ჭკვიანი გოგო ხარ, გააგრძელე. ავადა, ცოტას კიდევ მოусმენ. მელო, ფეხები გამოჩნდება? რა თქმა უნდა გამოჩნდება. ჩაიზე გავალ. უკანასკნელი ხელმოწერებით ჰოლდინგის 45% თქვენია. გილოსავთ. მადლობა. ყველაფერი კანონიერია. თქვენ რა წელი გაქვთ? მნიშვნელოვანი არაფერი. შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ყველა აქცია ძალიან ფასეულია. თანაც თქვენ ჩვენი მრჩეველი ხართ პროექტში ბატონო. მადლობა. მე 5% მომცა ბატონმა ალტეკინმა. შესანიშნავია. მაშინ 4 პარტნიორი შეიკრიბება და შესანიშნავ შედეგს დავდებთ. როდის საბოთ ჰოლდინგში? სიმართლე გითხრათ, დროებით აქედან მუშაობა მინდა. მალე ჰოლდინგის თანამშრომლები მოვლენ. კარგი, რატომაც არა, ჩემთვის სულ ერთია. მალე ვეჩვევი. მაშინ თქვენის ნებართვით მე გავალ. და თანამშრომლებს ვნახავ. გავიცნობ და უმეგობრდები. არ თქვან რომ უფროსი პირველ დღიდან გამოეყო. შეხვედრამდე. სელენ. საით. სერგანან ყოფნა აღარ შემიძლია. სანამ ფერითი აქ არის. სანამ აქციებს გაყიდის. მესმის. მაგრამ ვერ გადაიფიქრებ. შენ იმედი მაქვს. ეფეს 45% აქვს. პირით 5. ჩვენც მსგავსად. კარგი, მხოლოდ ახლა. ახლა უნდა ვიმუშაოთ ერთად. თუ კარგად მოვიდოვებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავებრუნებთ აქციებს. როგორ? როგორღაც გზას მოვძებნით. დამიჯერე. კარგი. კარგი? მომისმენე? თუ ფირით ხელს გიშლეს, შეგიძლია ჩემ ოთახში იმუშაო. ცოტა ხნით იქ იყავი. ისეთი არაფერია.
არა, ჩემს ოთახში უკეთ ვიქნები. კარგი. სარკან ძალიან გთხოვ, აღარ მომიწიოს მასთან შეხვედრა. კარგი. ყველანაირად ვეცდები. კარგი, მადლობა.